ქალაქ ქარელში ერთი წლის წინ გაიხსნა ახალი ტიპის სასწავლებელი პირველი ქართული საერო დაწყებითი სწავლების სკოლა-პანსიონი. სასწავლებელი 4 წლიანია. მისი დამთავრების შემდეგ მოსწავლე ირიცხება ნებისმიერი გიმნაზიის შესაბამის კლასში უკონკურსოდ. პანსიონში გაძლიერებული პროგრამით ისწავლება უცხო ენები, რუსული და ინგლისური. გიმნაზიაში სწავლის გაგრძელებისას ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ინგლისური ენის სწავლით. თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ პარალელურად ისწავლონ მეორადი ენა გერმანული. პირველ კლასელებს მიიღებს მაღალკვალიფიციური პედაგოგი ცისანა აბაშიშვილი. ინგლისურ ენას ასწავლის ახალგაზრდა ნიჭიერი პედაგოგი ნინო ხარატიშვილი. საგულისხმოა ისიც, რომ ყველა საგანს ასწავლის საგანგებოდ შერჩეული საუკეთესო სპეციალისტი. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინეს მუსიკაში, შესანიშნავი პედაგოგის ლია ბეროზაშვილის დამსახურებით. ასევე უყვართ ბავშვებს ხატვა, შრომა, რომელსაც ასწავლის მაია კოპაძე. რუსული ენის სწავლა დაიწყეს სასწავლო წლის მეორე ნახევარში. მიუხედავად ამისა, გულისხმიერი პედაგოგის იზოლდა ქობესოვის დამსახურებით მოსწავლეებმა საკმაოდ ცოდნა მიიღეს ამ საგანში. სასწავლებელში ისწავლება ახალი საგანი აერობიკა, რომელსაც ასწავლის რიტმიკის სპეციალისტი ჟანა მურადაშვილი. პანსიონში გახსნილია აგრეთვე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სტუდია, პროფესიონალი ქორეოგრაფის ნინო თედიაშვილის ხელმძღვანელობით. პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი მოზარდების სწავლა აღზრდისათვის. 9-დან 12 საათამდე ისინი სწავლობენ სასწავლო დისციპლინებს. 12-დან 5 საათამდე მათ ემსახურებათ აღზრდელი ახალგაზრდა ენერგიული შემოქმედი პედაგოგი თამარ სომხიშვილი. მისი დახმარებით მოზარდები იქვე ამზადებენ გაკვეთილებს. მიზნობრივად იყენებენ დასვენების საათებს. თამრიკო მასწავლებელთან ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ. მთელი დღის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. მათ გემრიელ კერძებს უმზადებს მზარეული მანანა ზუბაშვილი. პანსიონში სწავლა აღზრდის და კვების გადასახადია 20 ლარი. მომავალი სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულია რელიგიის და საქართველოს ისტორიის სწავლება, აგრეთვე ფიზიკური აღზრდის განვითარება. იქნება წრეები, ჭიდაობა, კარატე, ჭადრაკი, მხატვრული ტანვარჯიში. სასწავლებელში მიიღებიან გონებრივად და ფიზიკურად კარგად განვითარებული ბავშვები. პანსიონმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრა. სასწავლო დისციპლინების საუკეთესოდ ათვისებასთან ერთად მათ დიდი შემოქმედებითი მუშაობა გასწიეს. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება ჩაატარეს. შემოდგომის ძეიმი, მათი ასაკის შესაფერისი ინტელექტ შოუ, მიეცი ნიშნა გზა ფართო, საახალწლო კარნავალი, დაემუდამ იყოს მზე და ბოლოს ანბან თქება. სასწავლებლის შემოქმედებითი ცხოვრების წარმატებაზე მეტყველებს ისიც, რომ წელს ჩვენი მოსწავლე ბანო მასურაშვილი გახდა სკოლებს შორის ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკური დათვალიერების ლაურეატი, ხოლო ლევანი ქუმარიტოვი კარატეში გამართული შეჯიბრის წმინდა გიორგის სახელობის დიპლომის მფლობელი. ახალი სასწავლო წლისათვის მზადება მიმდინარეობს. 3 ივნის 12 საათზე ქარელის პირველი საბავშვო ბაღის შენობის პირველ სართულზე, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს პანსიონი, ჩატარდება ღია კარის დღე. თქვენ შეხვდებით სასწავლებლის პედაგოგიურ კოლექტივს, გაესაუბრებით მათ და მიიღებთ დაწვრილებით ცნობებს სასწავლებლის შესახებ. მსურველებს გელოდებათ პანსიონი მერცხალი.